გუჩის მოდის იმპერიის დამაარსებლის შვილიშვილის მაურიციო გუჩის და პატრიცია რეჯანის ქორწილზე იტალიაში საუბრობდა ყველა. რუდოლფო გუჩის მემკვიდრემ და ფლორენციელმა ლამაზმანმა საბოლოოდ ერთად 18 წელი იცხოვრეს. ყველაფერი კი კაცის ღალატმა დაანგრია. შურის მაძიებელმა ქალმა კი, რომელსაც არ სურდა არც ქმრის დაკარგვა, არც ფოდის და არც გავლენის, გადაწყვიტა უკიდურესობაზე წასულიყო და მკვლელობა შეუკვეთა. როდესაც მოგვიანებით პატრიციას კითხეს, თვითონ რატომ არ ესროლა ქმარს და რატომ გადაწყვიტა კილერის დაკირავება, ქალმა მარტივად უპასუხა: მე ცუდი მხედველობა მაქვს და არ მსურდა ამეცილებინა. როგორც ხორცილი 70-იან წლებში, ასევე სასამართლო პროცესი 90-იანებში სრულიად იტალიისთვის სენსაციად იქცა. გუჩის ძლევამოსილი ოჯახის მემკვიდრის მკვლელობის დეტექტიური ისტორია იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ მისი ეკრანიზაცია თავად რიდლი სკოტმა გადაწყვიტა. 4 გზის ოსკაროსანმა რეჟისორმა პატრიციას როლი ლედი გაგას მისცა, რამაც ისტორია კიდევ უფრო დრამატული გახადა. ახლა კი მკვლელობა შეულამაზებლად. პატრიცია რეჯანი არც თუ მდიდარი ოჯახიდან იყო, თუმცა ბავშვობიდან ოცნებობდა ფუფუნებაში ცხოვრებაზე და იმაზე, რომ ცნობილი ადამიანი ყოფილიყო. ოღონდ პატრიციას მუშაობა არ სურდა, მეტიც ყოველგვარი სამუშაო პათოლოგიურად ზულდა. მაურიციო გუჩიც იმპერიის დამაარსებლის შვილიშვილის თავქარიანი ახალგაზრდა იყო. უყვარდა ფულის ფლანგვა, გართობა და ფაქტობრივად არ გააჩნდა არანაირი თვისება, რაც მას სერიოზულ წარმატებულ ხელმძღვანელად აქცევდა. უბრალოდ წარმოუდგენელი იყო იმპერიის მმართველობის გადასაცემად მასზე უარესი კანდიდატურის პოვნა. მაგრამ ის მემკვიდრე იყო. მაურიციოს პირველი ნაბიჯები კომპანიის სათავეში კატასტროფული გამოდგა. იმდენად კატასტროფული, რომ თვით იმპერიის არსებობა დადგა საფრთხის ქვეშ. გამოსავლის ძიებაში დირექტორთა საბჭომ მაურიციო ხელმძღვანელობას ჩამოაშალა. აქციების ნაწილი გაყიდა და იმპერია ამით გადარჩა, თუმცა ბიზნესი უკვე წმინდა საოჯახო აღარ იყო. ამის მიუხედავად მაურიციო გუჩი კვლავ უზომოდ მდიდარი იყო და მისი სახელი იტალიაში ყველა მიცოდა. პირად ცხოვრებაში კი მაურიციოს უფრო მეტად უმართლებდა ვიდრე ბიზნესში. მაურიციო 22 წლის იყო, როდესაც პატრიციას შეხვდა. გოგო ახალგაზრდა ელიზაბეთ ტეილორს გავდა და გუჩის ის უზომოდ შეუყვარდა. აი როგორ იხსენებდა პატრიცია მათი ურთიერთობის დასაწყის გარდიანთან ინტერვიუში. მაურიციოს ერთ წვეულებაზე შევხვდი და მას უგონოდ შევუყვარდი. მე საინტერესო და განსხვავებული ვიყავი. უნდა ითქვას, რომ მაურიციოს ნათესავებს პატრიცია თავიდანვე არ მოეწონათ. ერთი ის, რომ გოგონა უბრალო ოჯახიდან იყო, მეორეც ის, რომ საერთოდ არ აინტერესებდა არც განათლების მიღება და არც მუშაობა. თუმცა მაურიციომ თავისი გაიტანა და გაცნობიდან 2 წლის თავზე 1972-ში წყვილმა იქორწინა. ისინი 24 წლისანი იყვნენ და წინ თანაცხოვრების 18 წელი ჰქონდათ. სავსე ბედნიერი მომენტებით, ჩხუბებით, უსიამოვნებებით. მოკლედ როგორც ხდება ხოლმე. ამ ქორწინებაში მათ 2 ქალიშვილიც შეეძინათ, ალესანდრა და ალეგრა. ოჯახმა, რა თქმა უნდა, არ იცოდა რა იყო გაჭირვება. ბიდრული წვეულებები, დასვენება კუნძულებზე და საკრუიზო ლაინერებზე, ძვირფასი ავტომობილები, შოპინგის შეუზღუდავი ფინანსებით, ეს ზუსტად ის იყო, რაზეც პატრიცია ოცნებობდა. თუმცა დროთა განმავლობაში იდილია საგანგაშო სიგნალებით გაფერმკრთალდა. ოჯახში პირველი პრობლემები 1983 წელს გაჩნდა, როდესაც მაურიციო მამის რუდოლფო გუჩის გარდაცვალების შემდეგ კომპანიის აქციების 50% მიიღო მემკვიდრეობით. პატრიცია იმ დროს ასე იხსენებდა: მაურიციო ჭკუიდან შეიშალა, იქამდე მე ვიყავი მისი მთავარი მრჩეველი ყველა საკითხში. ამის მერე კი მან ჩემთვის ყურის დაგდება შეწყვიტა. ასე დაიწყო ოჯახური კონფლიქტი. მაურიციომ სახლიდან ხშირ გაუჩინარებებს უმატა. ზოგჯერ რამდენიმე დღითაც კი მიდიოდა სახლიდან. ერთხელ 1985 წელს მორიგი მივლინების შემდეგ მაურიციოს სახლში დაბრუნების ნაცვლად ახალგაზრდა საყვარელთან პაოლა ფრანკისთან წავიდა. ცოლს კი შეატყობინა, რომ განქორწინებას გეგმავდა. პატრიციასთვის ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო, რომელმაც იგრძნო, რომ სტატუსი და მდგომარეობა ხელიდან ეცლებოდა. განქორწინების პროცესი მთელი 6 წელი გაგრძელდა და საბოლოოდ ქალისთვის კატასტროფით დასრულდა. მან ალიმენტის სახით წელიწადში $860,000 მიიღო. ეს პლანეტის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ძალიან დიდი ფულია, მაგრამ არა წარმოუდგენელ ფუფუნებაში ცხოვრებას მიჩვეული პატრიციასთვის. იმედი, რომ მაურიციო მემკვიდრეობას თავის ქალიშვილებს დაუტოვებდა, ასევე საეჭვო იყო. ახალ ქორწინებაში მას კიდევ შეეძინებოდა შვილები და მემკვიდრეობის ძალიან ბევრ ნაწილად გაყოფა მოუხდებოდა.
პატრიცია რეჯანი ეჭვიანობის, ზიზღის და ბოღმის გამო შეიშალა. სანამ ყოფილი ქმარი ახალ მეგობარ ქალთან ურთიერთობას ოფიციალურ სახეს მისცემდა, პატრიციამ სასწრაფოდ მოქმედება გადაწყვიტა. დადიოდა ხმები, რომ ცხოვრების ყოფილ თანამგზავრთან ანგარიშწორებამდე პატრიცია სპირიტულ სეანსებზეც კი დადიოდა, თუმცა საიქიოდან გამოძახებული სულები აქ ცხადია, არაფერ შუაში არიან და მოვლენები მაურიციოს და პაოლას მოახლოებული ქორწინების ცნობამ დააჩქარა. პატრიციას მკვლელობის იდეა გაუჩნდა, თუმცა მისი განხორციელება თავად არ შეეძლო და რჩევისთვის ძველ და ერთგულ მეგობარს მიმართა. ჯუზეპინა აურიემა პატრიციას ძველი მეგობარი იყო და ასეთ მნიშვნელოვან საქმეში დახმარებაზე უარი არ უთხრა. ქალს მაფიასთან ჰქონდა კონტაქტები და ამდენად ვერაგი ჩანაფიქრის კარგი შემსრულებლის მოძებნა განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენდა. $350,000 მაურიციო გუჩის თავიდან მოშორება საკუთარ თავზე ივანო სავიონიმ, ორაციო ჩიკალამ და ბენედიტო ჩერაულამ აიღეს. 1995 წლის 27 მარტს მკვლელები მაურიციო გუჩის თავის ოფისთან ჩაუსაფრდნენ და ჩაცხრილეს. არც საკონტროლო გასროლა დავიწყებიათ. ოქროს მოწმე და ამავე დროს დაზარალებული ოფისის შვეიცარი ჯუზეპე ონორატო გახდა, რომელიც კილერებმა ხელში დაჭრეს. გარდიანთან ინტერვიუში მამაკაცი ასე აღწერდა მომხდარს, რომლის უნებლიე მოწმეს და მსხვერპლიც თავადვე გახდა. ბატონი გუჩი ოფისში მოვიდა, რამდენიმე ჟურნალი ეკავა მომესალმა. შემდეგ ხელი დავინახე, რომელსაც პისტოლეტი ეჭირა. გასროლის ხმები გაისმა. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს ხუმრობა იყო. შემდეგ მკვლელმა მე დამინახა და მესროლა. იმ წამს გავიფიქრე, აი როგორ ვკვდები. შემდგომი ამბები შვეიცარს ბუნდოვნად ახსოვს. დაჭრილმა ბევრი სისხლი დაკარგა, ის მაურიციოსკენ მიბობხდა და მისი თავი მუხლებზე დაიდო. მაურიციო გუჩიმ სული ჯუზეპე ონარატროს ხელში სასწრაფო დახმარების მისვლამდე დალია. მკვლელობამ არა მხოლოდ იტალია, მთელი მსოფლიო შეძრა. ფიქრობდნენ, რომ უზარმაზარი იმპერიის მფლობელი მაფიოზურ გარჩევებს ემსხვერპლა. ამტკიცებდნენ, რომ გუჩის ორგანიზებულ დანაშაულებრივ სინდიკატთან ჰქონდა პრობლემები. თუმცა საზოგადოება სულ მალე ახალ შოკში ჩავარდა, როდესაც მკვლელობის შემკვეთის ნამდვილი ვინაობა გაირკვა. ბრალდებული სკამზე ჯდომმა ჯუზეპინა აურიემამ სასამართლოზე თქვა, რომ საქმეს ხელი იმიტომ მოკიდა, რომ დარდით განადგურებული დაქალი შეეცოდა. მისი სიტყვებით პატრიციას იდეა ფიქსად ექცა ფიქრი იმაზე, როგორ დაებრუნებინა ძალაუფლება, სტატუსი და ფული. პაოლა ფრანკი ჩვენებაში თქვა, პატრიცია ჩვენ ყველგან გვდევნიდა. მას ყავდა ენის მიმტანები მაურიციოს გარემოცვიდან და ყველაფერი იცოდა ჩვენი გეგმების შესახებ, ჩვენი საქმიანი ურთიერთობის თაობაზე, აბსოლუტურად ყველაფერზე. ის მაურიციოს გამუდმებით ურეკავდა, შეურაცხყოფას აყენებდა, მოკლით ემუქრებოდა. თუ კი მაურიციო მიზარებს არ პასუხობდა, შეტყობინებებს აუდიო კასეტებით უგზავნიდა, მონსტრს უწოდებდა და ჯოჯოხეთის მოწყობით ემუქრებოდა. გამოძიების მიმდინარეობისას პატრიცია სრულიად უსინდისოდ ცდილობდა ყველაფერი თავისი დაქალისთვის გადაებრალებინა და ირწმუნებოდა, რომ ჯუზეპინა მას აშანტაჟებდა და რომ ჯუზეპინამ თავად მოაწყო მაურიციოს მკვლელობა, შემდეგ კი პატრიციას ემუქრებოდა, პოლიციაში ჩვენებას დავწერ, თითქოს ყველაფერი შენ მოაწყე, ფულს თუ არ გადამიხდიო. როდესაც პროცესი დასასრულს მიუახლოვდა, პატრიციამ აღიარა, რომ საერთოდ არ ენანებოდა ის ფული, რომელიც მან კილერებს გადაუხადა. თითოეული ლირა ამად ღირდა, თქვა ქალმა სასამართლოზე. საბოლოოდ დანაშაულის ხუთივე ფიგურანს სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიესაჯა. კილერს, რომლის ტყვია მას მაურიციო იმსხვრპლა, სამუდამო პატიმრობა შეეფარდა. დაჭრილ შვეიცარს კი პატრიციამ კომპენსაციის სახით 142,000 ფუნტი გადაუხადა. თავად პატრიცია კი სასამართლომ 26 წლით გაუშვა ციხეში. მოგვიანებით მას სასჯელი 18 წლამდე შეუმცირეს, თუმცა ამ შეღავათით პატრიციას სარგებლობა გაუჭირდა. იტალიური კანონებით ვადამდე გათავისუფლებული პირი ვალდებულია ციხიდან გამოსვლისას სადმე დასაქმდეს. პატრიციას კი როგორც გითხარით, არასდროს უმუშავია და ამას არც მომავალში აპირებდა. მან პირდაპირ გამოუცხადა თავის ადვოკატს, ცხოვრებაში არასდროს მიმუშავია და არც ახლა ვაპირებ. თუმცა მოგვიანებით ქალს მაინც მოუხდა საკუთარი პრინციპების გადახედვა. ციხიდან გამოსვლის მერე პატრიცია მილანური საიუველირო ფირმის ბოზარტის კონსულტანტი გახდა. სვირფასეულობა
ყოველთვის მისი სტიქია იყო და ამგვარი სამუშაო მისთვის ერთგვარი კომპრომისი აღმოჩნდა. მედიას ცხადი აინტერესებდა, როგორი იქნებოდა ლედი გუჩი ციხიდან გამოსვლის მერე. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, საპატიმროში გატარებულმა მრავალმა წელმა ქალს ხასიათის საერთოდ არ შეუსვალა და პირველი რაც პატრიციამ გააკეთა, მილანის ვია მონტე ნაპოლეონესკენ გაემართა და მოდური მაღაზიები მოინახულა. უნდა ითქვას, რომ დიდი საფასურის სანაცვლოდ პატრიციამ თავისას მაინც მიაღწია. მაურიციოს და პაოლას ქორწილი ვერ შედგა და შესაბამისად იმპერიის ერთადერთ მემკვიდრეებად მისი ქალიშვილები დარჩნენ. მილიონები იახტა უძრავი ქონება ნიუ-იორკში, მილანში, სენტ-მორიცში. თავად პატრიციამ კი თავი ბანკროტად გამოაცხადა და ოღონდ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ღარიბულად ცხოვრობს და ქალიშვილების დახმარებით სრული წვდომა აქვს ფულზე, რომელიც ერთ დროს მისი შეკვეთით მოკლულ ქმარს ეკუთვნოდა. პატრიცია რეჯანი ახლაც მილანში ცხოვრობს. ის 76 წლისაა და მას ხშირად ხედავენ ქუჩაში თავის თუთიყუშთან ერთად.